არის რძის ფხვნილი. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პროდუქტი, თუ უბრალოდ რძე, რომელსაც წყალი აქვს მოცილებული. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სულსათის უნებლობის სპეციალისტი. რატომღაც ცუდი წარმოდგენა არსებობს და ბევრს გონია, რომ რძის ფხვნილი ეს არის ხელოვნურად შექმნილი და მავნე პროდუქტი და რეალურად ეს ასე არ არის, რადგან რძის ფხვნილი არის იგივე რძე, რომელსაც ტექნოლოგიების გამოყენებით მოსცილდა წყალი და ცხიმის გარკვეული რაოდენობა და გარდაიქცა ფხვნილისებურ მასად, რომელიც ტრანსპორტირების მხრივ მეტად მდგრადია, შესაბამისად უფრო იაფი ინგრედიენტია და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მისი გამოყენება შეიძლება და არსად აკრძალული არ არის. გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული პროდუქტის დამზადების დროს მკაცრად უნდა იყოს ეტიკეტირება დაცული და მაგალითისთვის თუ ყველის წარმოების დროს გამოყენებულია რძის ფხვნილი, მას არ შეიძლება ეწოდოს ყველის დასახელება, რადგან საქართველოს მთავრობის 152 დადგენილების შესაბამისად ყველი უნდა მზადდებოდეს აუცილებლად ნედლი რძის გამოყენებით. რაც შეეხება რძის ფხვნილის წარმოების პროცესს, როგორ მზადდება ის არის სპეციალურ აპარატში თავსდება, ასე ვთქვათ, რძე და მაღალ ტემპერატურაზე რძის წვეთების გაფრქვევის შედეგად რძე სცილდება წყალი სრული რაოდენობით, ასევე გარკვეული რაოდენობის ცხიმი და გადაიქცევა ფხვნილისებურ მასად, რომელიც შემდეგ უკვე ხდება სხვადასხვა პროდუქტის დამზადების დროს გამოიყენება. ასე რომ რძის ფხვნილი არ არის აკრძალული, არ არის საშიში ინგრედიენტი, მხოლოდ რეგულირდება მისი გამოყენება სხვადასხვა პროდუქტების წარმოების დროს ეტიკეტირების მხრივ. მეტი ასეთი ვიდეოსთვის გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი არხები, ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, ჰასპის სისტემის დანერგვისთვის და თანამშრომლობის ტრენინგისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.